ბარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა საგარეო პოლიტიკაში რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის გამოსწორება იყო. საბოლოო ჯამში ეს დაძაბულობა 2008 წლის ომში გადაიზარდა. თქვენი აზრით, საქართველოს შეეძლო ამ ომის თავიდან აცილება? Absolutely. I don't think it was inevitable at all. I think უდავოდ მე არ მგონია რომ ეს ომი გარდაუვალი იყო. პრეზიდენტ სააკაშვილს რომ არ ეყიდა საიერიშო სამხედრო აღჭურვილობა, თვითმავადი არტილერია, მძიმე ჯავშან მანქანები, მოიერიშე შეუმფრენები და სხვა, მას არ ექნებოდა უგუნური სითამამე იმისთვის რომ საქართველოს შეიარაღებული და შინაგანი ძალები ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში, ისე როგორც მან გააკეთა. მას უნდა სცოდნოდა რომ ეს მოქმედებები რუსეთს უდავოდ შემოიყვანდა ქვეყანაში. არ ვიცი ეს ადამიანი რას ფიქრობდა, მიუხედავად პროვოკაციების დონისა, რომელიც რუსეთიდან მოდიოდა ამ კონფლიქტში ისე შესვლა როგორც მან ეს გააკეთა პოლიტიკური სიგიჟე იყო. იმაზე ფიქრი რომ წარმატების მიღწევის რაიმე შანსი ჰქონდა ან რომ შეერთებული შტატების სამხედრო დახმარებას აღმოუჩენდა. ეს ალბათ იფიქრა წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ არ შევიდოდა. ის მთლად შეშლილი არ არის. რაღაც ამდაგვარი უნდა ეფიქრა, მაგრამ საიდან მოუვიდა ეს აზრი თავში არ ვიცი. პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობაში მყოფი სხვა ადამიანები ჩემი აზრით ამ ომის შემდეგ გადადგებოდა და ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავდა. რა მიზეზით დარჩა თანამდებობაზე მე არ ვიცი. ეს არ არის ნორმალური. it's not normal, I think.